ცხოვრება პროექტურაში კარდიოლოგიის ინსტიტუტის ტერიტორიაზე 100-მდე ოჯახია შეჭრილი. სოციალურად დაუცველები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. არ აქვს ჩუქი, წყალი, მწყობრიდანაა გამოსული საკანალიზაციო სისტემა. ინსტიტუტის შენობის გარდა თბილისში თვითნებურად კიდევ 20-მდე ობიექტია დაკავებული. მთავრობა თითოეული ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს. არის ძალიან გაუსაძლისი პირობები, მართლა გაუსაძლისი იყო. არც სოციალურად დაუცველი ცინცაძეების ოჯახი ქუჩაში დარჩენის შემდეგ კარდიოლოგიური ინსტიტუტის სარდაფის ერთ-ერთ ოთახში დაბინავდა. მათ მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ შეიტყვეს, რომ წლების წინ ამ ოთახში პროექტურა იყო. აქ კი ამ მაგიდაზე გვამებს კვეთდნენ. იატაკზე ჯერ კიდევ შეიმჩნევა სისხლის კვალი. სამი დღის მერე დამიწყო მოლანდები, მოჩვენებები დამიწყო. შემოვედი ბავშვთან ერთად, ფეხმძიმეთა ვარ და მე მან მითხრა, მეზობლმა მითხრეს, რომ მაღლა არის ოთახიო, თავისუფალიო და ავედი და იქ ვიცხოვრე. ყოფილ კარდიოლოგიის ინსტიტუტში 100-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. აქ თითქმის ყველა კართან არის წარწერა წითელი საღებავით, დაკავებულია. ფართის სიმცირის გამო რამდენიმე მათგანი შენობის სარდაფში დასახლდა. აქ რო ადამიანი ცხოვრობს, მართლა ძალიან მიჭირს. გვერდით ოთახში არის მორგი. არის ძალიან საშინელი სუნი, ძალიან მიჭირს, რადგან სხვა შემოსავალი და სხვა ადგილსამყოფელი რო სადმე ღამე გავათიო და ბავშვებს ღამე გავათევინო, მართლა არსად არ გამაჩნია. ვარ ონკოლოგიური ავადმყოფი, ეხაც ვიყავი ავადმყოფოში, მაგრამ უსახსრობის გამო ექიმთანაც ვერ მივედი. 7 სართულიან შენობაში არც ელექტროენერგია და არც სასმელი წყალია. არც ერთი კანალიზაციის ტრუბა არ აქვს, წყალი არ აქვს, სინათლე არ აქვს. ცხოვრობთ პარკებ აკრულ სახლში, ფანჯრებიც არ აქვს, პარკები გვაქვს აკრული. ჩვენ შეგვიძლია გზების გადაკეტვა, ჩვენ შეგვიძლია საპროტექცო აქციების ჩატარება, მაგრამ გვინდა რომ ცივილიზებულად, ადამიანურად მოგვარდეს ეს ყველაფერი ჩვენსა და მთავრობას შორის რა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე 20-მდე ობიექტია უკანონოდ დაკავებული. უსახლკარო ადამიანების დაკმაყოფილებაზე კი სამინისტრო ეტაპობრივად ზრუნავს. იყო ერთი დადგენილება, რომელიც არეგულირებდა ნოემბერში შეჭრილ პირველ კატეგორიას და შესაბამისად ამ კატეგორიას დაენიშნა 200 ლარიანი. არის მეორე კატეგორია, რომელიც სიღატაკის ზღვარს ღებულობს და შესაბამისად 1 ივლისიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია უკვე თანხების გაორმაგება. ამასთან ოჯახში თუ არის პირველი ჯგუფის ინვალიდი ან პენსიონერი, მათაც 1 აპრილიდან თანხები ეზრდება 125 ლარამდე. სანამ ჯანდაცვის სამინისტრო ამ ადამიანების პრობლემებს მოაგვარებს, ჩვენ დაკავშირება თბილისის მერიასთან ვცადეთ, თუმცა ამ თემაზე მათ კომენტარი არ გააკეთეს.